მასობრივი დეპორტაცია გერმანიიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან დეპორტირებული ქართველების თვითმფრინავი დაეშვა. მადლობა, მინდა გამოვეხმაურო გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების მასიურ დეპორტაციას. ქართველების დეპორტაცია გერმანიიდან სავარაუდოდ ბერლინის ახალ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ოფიციალური ბერლინის პოზიციით ამ ქვეყნების მოქალაქეებს სამშობლოში დევნა არ ემუქრებათ. ჩემო კარგებო, მინდა გულახდილად გითხრათ, რომ ეს არ არის პირველ რიგში გერმანიის ხელისუფლების ბრალი. მე არავის არ ვიცავ და არავის არ ვამართლებ. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ბრჭყალებში შრომის შედეგი. 2 საათის წინ ჩამოფრინდნენ დეპორტირებული ქართველები გერმანიიდან. ჩვენი ინფორმაციით თვითმფრინავში 70-მდე საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. გადაწყვეტილების ინიციატორი იყო გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის მოთხოვნაც მთავრობის წარმომადგენლებმა უკვე დააკმაყოფილეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ უფრო მარტივად და დაჩქარებული წესით მოხდება საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია გერმანიიდან. თავად შინაგან საქმეთა მინისტრის არგუმენტი არის, რომ მაშინ, როდესაც ეს ორი ქვეყანა, საქართველო და მოლდოვა ითხოვენ ევროკავშირში გაწევრიანებას და მაშინ, როდესაც მათ აქვთ პრეტენზია, რომ იყვნენ ევროპული ოჯახის წევრები, ასეთი ტიპის სახელმწიფოებში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ უნდა ხდებოდეს. ამ გადაწყვეტილებას ყავდნენ მოწინააღმდეგეები, მაგალითად, ინიციატივას აპროტესტებდნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აცხადებდნენ, რომ მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ამ ქვეყნების ტერიტორიების გარკვეული ნაწილი და იმ დროს, როდესაც ამ ქვეყნებში არ არის კანონის უზენაესობა დაცული და ილახება ადამიანის უფლებები, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული, თუმცა მთავრობამ მათი ეს არგუმენტები მაინც არ დააკმაყოფილა. სხვათა შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა თავად განაცხადა, რომ ყოველი მეათე მოქალაქე, ვინც თხოვს გერმანიას პოლიტიკურ თავშესაფარს, არის საქართველოს მოქალაქე და ბოლო მონაცემებით სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მხოლოდ 2022 წელს, ანუ 1 წლის განმავლობაში 8000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა გერმანიისგან პოლიტიკური თავშესაფარი, თუმცა 99%-ის შემთხვევაში ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე ჩვენი ინფორმაციით შემდგომი დეპორტაცია უკვე გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების მოხდება 7 სექტემბერში. კონკრეტულად ლევან იზორიასი, რომელმაც მოღალატეობრივად დაწყებული, როდესაც იყო თავდაცვის მინისტრი, გერმანიის მოქალაქეების მაგივრად, რადგან გერმანიას ავღანეთში ჰქონდა სამშვიდობო მისია და საქართველოს შეერაღებული ძალები იყო გერმანიის სარდლობის დაქვემდებარების ქვეშ, ანუ გერმანიის მოქალაქეების მაგივრად საქართველოს მოქალაქეებს აიძულებდა წასულიყო და ყველაზე ცხელ მისიებში და წერტილებში მიეღოთ მონაწილეობა. სამხედრო ოპერაციები განეხორციელებიათ. ეს იქნებოდა განაღმითი სამუშაოები, ეს იქნებოდა კორდონირება, ეს იქნებოდა შეტევითი სამუშაოები, ჩეკპოინტების მოწყობა თუ სხვადასხვა სამხედრო ოპერაციები. შედეგად საქართველოს მოქალაქეებში იყო მსხვერპლი, ანუ ჩვენ მოგვიკვდა ამის გულისთვის ჯარისკაცები, მაგრამ ამის გულისთვის გადარჩა გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც იმ მომენტში ასრულებდნენ სამხედრო ამოცანას. ეს საქმე არის სისხლის სამართლის საქმე, ეს საქმე ემსახურება ექვემდებარება სისხლის სამართლის გამოძიებას ლევან იზორიას წინააღმდეგ და ნაცვლად იმისა ლევან იზორია დღეს ციხეში იჯდეს არა ამ მოღალატეობრივი კონკრეტული ქმედობის გარდა, არამედ იმ კორუფციის გარდა, იმ სახლების გარდა, რომელიც მას უკანონოდ აქვს შეძენილი, იმ დადასტურებული გარღვევის შედეგად, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ვერ დამალა და ფაქტად გამოიტანა იმ თანხების დამალვის გულისთვის, რომელზეც იზორიას ქოცების ხელისუფლების დროსაც კი გადახდილი აქვს ჯარიმა, ხალხო გადახდილი აქვს, რომ შემოსავლებს მალავდა ეს დედამოტყნული 5 მილიონი შეჭამა და 1000 ლარი გადაიხადა იმისთვის, რომ თითქოს დაავიწყდა ეგ რაღაცა დეკლარაციაში შეტანა. იმ კრიმინალის გამო, რასაც მისი ცოლი აკეთებდა ავტობის კომპანიაში შეგზავნილი რო ყავდა იქ და დაცვის სამსახურის უბრალოდ რო ყავდა დანიშნული, მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში პაგონები რო დაადო და დანიშნული იყო, ამის გამო რომ ის ციხეში იჯდეს, აგერ მისი დედამოტყნული ძმის ვიღაცა კიტა თუ ყლიტა იზორიას ენით მემუქრება დღეს რომ ამ სიმართლეს ვამბობ. ვიდეო რომელშიც ჩანს როგორ აკავებს უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ლევან იზორიას ძმას და კონკრეტული პირების ჩარევის შემდეგ ათავისუფლებს პოლიცია. ვიდეო 2014 წელს არის გადაღებული, მაშინ როცა იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. მე მინდა აქედან უთხრა დედამის ვიღაცა ყლირკველიას იმ ნაბოზვარ მის ძმას იმ ყლიტა იზორიას თქვენ დედებს მოუტყნავთ, თქვენ აბოზვრებო.
თქვენ თუ გონიათ რამის მეშინია თქვენი რაც შეეხება ამ მოქალაქეებს აკაკუნენ და всё უნდა გაგიშვათ თქვენი ქვეყანა გითხოთ უზრუნველყოფილი ხართო და რანაირად ვართ უზრუნველყოფილი ქუჩაში ვარ ამ საღამოს რას ნიშნავს უზრუნველყოფილი? ხო უზრუნველყოფილი ხართო და გითხოს თუ თქვენი ქვეყანაა უსაფრთხოა საქართველოს. უსაფრთხოა უსაფრთხო ეს არის მიზეზი რის გამოც მოხდა თქვენი დეპორტაცია? კი მეტი არაფერი ჩამოვედი მოვიდნენ და დამასაქმონ მე არა მაქვს პრობლემა რა სამუშაოს რით გვასაქმებს რით უნდა მივხედოს ოჯახს კაცმა ოჯახით იყავით? ოჯახით ვიყავით ხო ყველაფერი გავყიდეთ სოფელში წავედით ბავშვი ჩავიყვანეთ წუხერს დაგვადგენ თავზე რომ დეპორტი გაქვს უნდა წახვიდეთ უცბად 5 წუთში გაგვანთავისუფლებინეს ოთახი მით უმეტეს ჰაიმზე ვიყავით გადაყვანილი უკვე ბავშვის მდგომარეობის გამო 10-ში ახლა ექიმის მიმართვა მქონდა რომ ოპერაცია უნდა გამეკეთებია არაფერი არ გაითვალისწინეს ბავშვი დარჩა ძალიან ცუდ მდგომარეობაში რამდენი წლის არის? 35-ისა მეორე ბიჭიც იქარი თავზე ადგე შეიძლება დეპორტი მასაცისო დღეს თუ ხვალ იმდენი ხალხი წამოვიდნენ ბავშვებიანა და ისე შემეცოდნენ ისინიცა რომ ვერაფერს ვერ ვიტყვი რატო რო არ გამჭირვებოდა რა მინდოდა გამართული ოჯახი მქონდა მე საერთოდ არ ველოდებოდი დეპორტაციას იმიტომ რომ ჩემ მეუღლეს ორი ფეხი ამპუტირებული აქვს და მეორე ფეხზე უკვე უნდა გაკეთებულიყო პროტეზი ოპერაცია გაუკეთა და ექიმთან შეხვედრა ქონდა დაგეგმილი და არ ვიცი ეს რა იყო უცებ მოვიდნენ დილით და დაგვაგდნენ არ მაინტერესებს რომ ექიმის ცნობა არ გვაინტერესებს რომ არაფერი წინასწარი გაფრთხილება იყო მაგალითად არაფერი გემუქრება არაფერი არ იყო და მშვიდად ვიყავი იმიტომ რომ კურნალობა არ იყო ჩამთავრებული ამბობენ რომ უსაფრთხო ქვეყანაა საქართველო მე მინდა უთხრა ამ მოქალაქეებს 8000 კაცის დეპორტაცია არის გაკეთებული ზოგადად გერმანიიდან 8000 კაცი თუ იყავით და თუ ასე გიჭირდათ თქვენ ოჯახ აშენებულებო იზორიას წინააღმდეგ რო გამოდიოდი და ვლაპარაკობდი 8 კაცი რო ვერ მოდიოდით შიშისგან დაშინებულები როგორ გონიათ ეხლა როგორ უნდა ბძულდეს ჩემი ერი რომ რომელიმე თქვენგანს ამ გაჭირვებაში ნიშა მოუგო და უთხრა რომ ნიშნის მოგებით ვილაპარაკო მაგრამ ფაქტია სახეზე რომ თქვენ გიდგებიან ფაშისტურად რა გერმანიის დღევანდელი ხელისუფლება უკეთებს პატივისცემას მის აგენტს ლევან იზორიას ეს არის ჩაულებრივი საქართველოს ინტერესებით მოვაჭრე ხა პირდაპირ ხელი აქვს მოწერილი გერმანიის სადაზვერვო სამსახურებზე მუშაობაზე თუ არა ეს უკვე ნაკლებად საინტერესოა ფაქტი ასეა რა პირველ რიგში გაწირა საქართველოს მოქალაქეები და ამაზე გამოძიებაა დასაწყები მეორე შემთხვევაში აგერ საერთაშორისო წესდები და აღიარებული შემთხვევა რაცაა პოლიტიკური თავშესაფარი იქნება ეს სიცოცხლის საფრთხის შემთხვევები და არის ხო ნუ აყარეს ხალხი კოიკიდან და გამოყარეს და გამოგიგდეს ქვეყანაში უზრუნველი ქვეყანა გაქვს რითია უზრუნველყოფილი ქვეყანა ლევან იზორია რო არის იყო თავდაცვის მინისტრი და დღეს რო არის გერმანიაში ეს რა ქვია ეს დედაატირებული საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აი ესეთი ნაძირალა როა რომელს ერთს გერმანიის ხელისუფლებას მიმართავ რომელ ერთს აპატიებდით თქვენს ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს არ ვლაპარაკობ მინისტრზე და არ ვლაპარაკობ ემაზე რა ქვია კონკრეტულ შემთხვევაში ელჩზე რომელს აპატიებდით თუნდაც დაბალი რანგის მოხელეს რაც იზორიამ გააკეთა კორუფციას ნეპოტიზმ პროტექციას ცოლისაზე დასაქმებას ქონებების შეძენას თუ რას მაგრამ ეს თქვენი ქვეყნის საქმეა და ამაში ახლა მე ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებ გერმანიის ხელისუფლებას რომ რატო გააკეთა ეს იმიტომ გააკეთა რომ აგერ გოიმიყავს დაჭერილი და ხმარობენ და ვერაუტანიათ ის რომ სტალინი იყო ნაციონალობით ქართველი და ამ გუშვებიან ამას და ეხლა რაც შეეხება იმ ორგანიზაციებს რომლებიც აპროტესტებდნენ გერმანიის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მე ამ დღეებში გერმანულ ენაზე გავავრცელებ მიმართვას მასთან მიმართებაში რა თქმა უნდა რა კორუფციულ გარიგებებშია თვითონ იზორია დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებასთან რა კავშირში იყო გერმანიის ხელისუფლებასთან როგორ ყიდიან ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლებას იმიტომ რომ ეხლა ადამიანები რომლებიც გამოყარეს იქიდან მათ პრობლემები აქვს სიცოცხლის უფლებასთან მიმართებაში და დანარჩენი ხა ამ ადამიანებს რომლებიც გამოსროლილი იქნენ საქართველოში და აწყობილი ცხოვრებით ემუქრებიან რომ ესეთი კარგი ცხოვრებაა თურმე რომ საფრთხის შეუმცველი გარემოა მოგვიწოდებთ გააკეთოთ აქცია გერმანიის საელჩოსთან და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ეს ორი თემა უნდა გააკეთოთ აუცილებლად თუ გინდათ რომ თქვენი ღირსება დაიცვათ რავი ყველაფერი წაგართვეს და ეხა დადექით და უსმინეთ მარტო ამ ჩემ ბოლოგებს და იფხანეთ გული გააკეთეთ საელჩომ მოუწოდეთ
მივუწოდეთ, რა თქმა უნდა, გერმანიაში თვითონ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება ამ კონკრეტულ შემთხვევებზე, იმიტომ ისინი ვალდებულები არიან, ესა ევროკავშირის ქვეყანა და უფლება არა აქვთ ესეთი რაღაცეები ჰაერზე გავიდეს, როდესაც ადამიანს ფეხებ მოჭრილ კაცს გამოაგდებენ იმიდან და ეუბნებიან შენ კარგათაა შენ ქვეყანაში ყველაფერი და წადი, როდესაც აგერ საფრანგეთმა აღიარა, რომ საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო მომსახურებები, ეს აღიარებულია რამოდენიმე ევროპის ქვეყნების მიერ და გულახდილად გეტყვით, რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, მე თვითონ ვარ აღიარებული პოლიტიკური დევნილი ზუსტად ლევან იზორიას და მისი ამ ფსონების გულისთვის აღიარებული დევნილი ვარ ევროკავშირის მიერ და აღიარებული დევნილი ვარ საფრანგეთის სახელმწიფოს მიერ და გეუბნებით ამას გულახდილად შემოკარგებო, რომ აი მხოლოდ ამიტომ არ წავედი გერმანიაში, ამიტომ არ მოვითხოვე პოლიტიკური თავშესაფარი, რომ იქ იყო ძალიან დიდი ალბათობა იმისი მომხდარიყო ჩემი პიროვნებით პოლიტიკური ვაჭრობა გერმანიის დღევანდელი ხელისუფლების მიერ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ფორაზე წავიდა და რომ ლევან იზორიას დანაშაული დაემალა. ეს არის დღეს უნისონში გერმანიის დღევანდელ ხელისუფლებასთან, აუცილებლად ეს ამბავი უნდა გაიგოს გერმანიის ოპოზიციურმა მხარემ, უნდა გაიგოს აუცილებლად არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მე ვიქნები სრულ მზადყოფნაში მივაწოდო მათ სრული ინფორმაცია ლევან იზორიას შესახებ და ერთხელ და საბუდამოდ ადამიანის როგორც ღირებულება უნდა დაფასდეს, ეგრე სად არის აღიარებული უფლება მთელი ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლება და ახლა ლევან იზორიას რო შეკითხო 2000 კაცი ისე გამოყარა სამსახურიდან, ვითომ არაფერი არ იყო. მიადგეს გერმანიის ხელისუფლება და ბუნდესვერში გაყაროს გერმანიის თავდაცვის სამინისტროდან 2000, 3000, 4000, 4500 კაცი და უთხრას, რომ ყველანაირი სოციალური დაზღვევის გარეშე ეს ნორმალურია და მაშინ დავიჯერებ მათ ესეთ ადამიანის ღირებულებებისადმი მაღალ ტოლვას და მისი საფრთხეებისა თუ უსაფრთხოების მიმართ მაღალ ტოლვას. და შეკითხვა მაქვს ესეთი გერმანიის ხელისუფლებასთან, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ თურმე უსაფრთხო ქვეყანა ვართ. ნუ ყველაფერს თავი დავანებოთ ამ საქართველოს მთავრობის კორუფციულ გარიგებებს, ლევან იზორიას თქვენთან პოლიტიკურ თამაშებს, მისი რაღაცა ენრაოდენობის ქონების უმოტივაციო დაგროვებას, მისი ცოლის დასაქმებას და ასე შემდეგ. თქვენ გერმანია ხო იყავით გაყოფილი აი ესე დიდი საბჭოთა კედლით, რომელსაც ბერლინის კედელს უწოდებდნენ. თქვენ მაშინ უსაფრთხო ქვეყანა იყავით? როდესაც იყავით გაყოფილი, როდესაც ადამიანებს კლავდნენ იმ საზიზღარი კედლის თავისი ნების გარეშე გადაფოფხება, გადმოფოფხების გულისთვის? არა, თქვენსკენ აქეთ საბჭოთა გერმანიისკენ მაშინ არავინ არ ფოფხავდა, მაგრამ საბჭოთა გერმანიიდან ხო ფერგეში ფოფხავდა იქ ხალხი. თქვენ უსაფრთხო ქვეყანა იყავით? გაყოფილი, დანაწილებული, განადგურებული ერი? ხო არ იყავით? მერე ჩვენ ორი ტერიტორია წაგვართვა რუსეთმა. ორ ტერიტორიად გავყო. იმ ლევან იზორიას რეალურმა პატრონებმა, რომელშიდაც ფული აქვს ლევან იზორიას ნათესავებს აღებული სამეგრელოს ასიმილიზაციისთვის რუსეთში. ხო არიან ეს თუ არ იცი, ვითომ რო არ იცით თქვენ ლევან იზორიას ნათესავებში ვინ შედის და რუსეთთან რა კავშირები აქვს. ეგრე არ გამოვა რა, ეს შეკითხვა არის ლეგიტიმური და პასუხი გაგვეცით ამაზე. თუ შეიძლება ოკუპირებულ მდგომარეობაში მყოფი ერი როგორ ვართ უსაფრთხო ქვეყანა. როცა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩაღდეს ომი ჩვენ ქვეყანაში და ლევან იზორიას მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო ჩვენი თავდაცვის სამინისტრო სრულიად განეიტრალებულია თავდაცვის უნარიანობიდან. ეს კიდე საკითხავად და განსახილველად სხვა თემაა და თქვენ პასუხი გაგვეცით ამაზე. იყავით თუ არა თქვენ უსაფრთხო ქვეყანა მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის კედელი იყო თქვენ შორის ბერლინის კედელი გაყოფილი ორ შორის, ორ გერმანიას შორის. ბერლინის კედელი, რომელიც მუზეუმში დადებით ახლა. ორი ესეთი კედელი გვაქვს ჩვენ ქვეყანაში, ორი ოკუპაცია გაქვს, როგორ ვართ ჩვენ უსაფრთხო ქვეყანა. რას ეუბნებით იმ ხალხს, ვინც ტოლვილია იქედან. თუნდაც აფხაზეთიდან და თუნდაც სამაჩაბლოდან. უსაფრთხო ქვეყანაში ეგეთი რაღაცეები როგორ შეიძლება მოხდეს? პასუხი გაეცით ჩემერს ამის გულისთვის. თქვენ ევროპულად ტრაკის მოთამაშეებო თქვენ. სინამდვილეში რაც თქვენ გაწყობთ ისე რომ აკეთებთ ყველაფერს და არა ისე როგორც სამართალია. ეს არის რეალობა, ეს არ ეხება ესაუბარი გერმანელ ერს, ეს ეხება იმ ხელისუფლებას, რომელიც მოღალატე ლევან იზორიასთან კოლაბორაციონიზმში იმყოფება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი რაღაცის გარკვევა მოუხდება თვითონ იმ მიმართულების ადამიანებს, ვინც მუშაობს გერმანიაში ადამიანის უფლებებზე, ვინც მუშაობს აი ესეთ ღირებულებებზე, რომელსაც ქვია ადამიანის სიცოცხლის უფლება. და ეს ნამდვილად ეს უნდა შევიდეს პრეცედენტად, რომ ესეთი ვაჭრობა მიდის ადამიანების სიცოცხლით. და ამაში რა შვაშია ევროპა და რა შვაშია აქ ევროპული ღირებულებები, ეს ევროპული ღირებულებებია?
თუ თქვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში უარს გვეუბნებით ნატოში გაწევრიანებაზე, გერმანია არის ამის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წარმომშობი ამ უარის, ხო? როგორ გავხდით უცებ უსაფრთხო ქვეყანა და როგორ ყრით ამდენ ადამიანს უპატრონოთ? თუ არ გინდათ თქვენ ბიუჯეტზე გყავდეთ ის ადამიანები, რომლებიც გემძიმებათ რო არჩინოთ. მაშინ აღიარეთ აგე რა. ბოლომდე დემოკრატიულ ქვეყნად მიეცით თქვენი ეკონომიკური სივრცე, შემოიყვეთ ლარისმაგივრად ევრო ქვეყანაში და გახსენით ეს დასაქმების მიმართულება და არ იქნება ამდენი ხალხი დამოკიდებული თქვენს ბიუჯეტზე იმუშავებს ლეგალურად და იქნება ლეგალური შემოსავალი და არა ისე კრიმინალურად რო ყავდათ ხალხი გაყვანილი მარწყვის საკრეფად და კიდე ძღოლები რო დაყარეთ იქ ქუჩაში. მანამდე სანამ არ ატყდა უზარმაზარი სკანდალი და თქვენი მინისტრი არ ჩავიდა არ დაჯდა. ეს ყველაფერი გრჩებათ იმიტომ რომ ლევან იზორია ყავთ მინისტრად, ელჩად და უბრალოდ ის ყველაფერს გითეთრეთ. აი ეს არის ყველაზე ცუდი ფაქტი. მოღალატე ყავს ერში, ესა ლევან იზორია. მტერი ყავს ჩვეულებრივ ერში, ჩვენი ქართველებს ყავს ჩვენი ძირის გამომფათრველი. ესეთი ბევრი ყავს, მაგრამ ლევან იზორია ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არა შეეხება გთავაზობთ ამ პატარა ფილმს ჩემს მიერ მომზადებულს ლევან იზორიას და ყველას მოგიწოდებთ ეს ყველაფერი ადგეთ და უყუროთ კარგად დაწყებული მისი ცოლი რას აკეთებდა და თვითონ რას აკეთებდა და გერმანიის დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად არ დაჭირდება ეს ბლოგი გადაუთარგმნო გერმანულ ენაზე. ყავთ თარჯიმნები და გადათარგმნენი და არასამთავრობო ორგანიზაციებს მივაწვდი გერმანულ ენაზე ამ დღეებში. გმადლობთ, გაავრცელეთ ეს ვიდეო ბლოგი. ამ გარდაცვლილმა გვამმა, ოღონდ ისეთმა გვამმა თან ცოცხალი როა და ხანდახან რო შეგვახსენებს თავის არსებობას ეს მყრალი ლევან იზორიაზე მაქვს ლაპარაკი ეს კორუმპატორი ცნობილი საქართველოსდან რო გადამალეს გააკეთა განცხადება რომ თურმე ძალიან დიდი წინსვლა გაუკეთებია ჩვენ ქვეყანას ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებით და გერმანია სადაც ელჩად იმყოფება რიგ კეთილდღეობებს თავაზობს საქართველოს ამის გულისთვის და რაღაცა იდიოტობებს ლაპარაკობს ეს დედამოწნული. დღეს გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ იქნა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის შედეგი იმისა, რომ აღიარება იმისა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. ახლა მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ლეგალური დასაქმების პირობები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მალე, როგორც კი იქნება კანონპროექტი მიღებული, გაფორმდება მიგრაციის შესახებ შეთანხმება, სადაც მოხდება ცალკეული სფეროების იდენტიფიცირება და ამ სფეროებში სწორედ იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის დასაქმების ლეგალური ბაზა უზრუნველყოფილი. ვიღაცას მართლა გონია რომ ახლა ეს ასეა და უმრავლესობა ამას დაიჯერებს. მაგრამ საბოლოოდ როცა აღმოჩნდებიან ისეთ მდგომარეობაში, აგერ 90,000 კაცი რო ჩაეწერა გერმანიაში სამსახურის საძებრად, გახსოვთ ხო თქვენ? და შემდეგ წაგუზულ მდგომარეობაში მარწს რო ათხრევიებდნენ 200 კაცამდე წაყვანილს 90,000-დან. ისიც რო ასარჩევად გახდა, ვის წაიყვანებდნენ და როგორ კბილის ზომაც კი ლამის რო გაუსინჯეს. გატეხილ ბუდკაში რო აცხოვრებდნენ, ზევიდან წვიმა რო ახრჩობდათ და ქვევიდან დამპალისოკო. დახმარებას რო ითხოვდნენ და კაციშვილი არ იყო პატრონი? ალახში, ტლაპოში, ცურავთ. თეხზე რა გვაცვია, არ იკითხა. მარწყვის მირთმევისგან მინიჭებული ნეტარებად უშრომის ასეთ კაბალურ პირობებზე გადიოდა ეს ადამიანები ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ. გერმანიაში სამუშაოდ წასულ მოქალაქეებს იქ ისეთი სამუშაო პირობები დახვდათ, რომ საქართველოს სანადრედი გაუხდათ. აი კადრებით სტანდარტული კომენტარით, რომელიც თავად გადაიღეს და სოციალურ ქსელშიც განათავსეს. საცხოვრებლად უვარგისი კონტეინერი, მოუწესრიგებელი სველი წერტილებით, არასაკმარისი საწოლები, არა კარა და არა პირადი სივრცე და სამზარეულო, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. სოკოს ევითაც არის? აი დაბლა, აი ამას უყურეთ. მანჯარას ვერ გავაღებთ, იმიტომ რომ ყავს ყველაფერი და კი ანუ აქ მოსახლეობა რო არის ზევით, ფაქტიურად ზემანვე ის ჩვენი ტუალეტია, ჩვენი სახლი იმათი. აი ესეთი ელჩი დღეს ქართველებს გვეუბნება, რომ ძალიან მალე თურმე გერმანიაში ჭირდება მუშახელი და ახალ სტანოგზე შესასმელ ქართველებს
იმედს აძლევს, რომ ძალიან მალე გერმანიაში ლეგალურად დასაქმდებიან. ვის გჯერათ ამ დედამოწყნულის, ამ ნაბოზვარის, რომელმაც საკუთარი ძმიდან დაწყებული, არაფერს არ ვამბობ მის ცოლზე, მის მეორე ცოლზე. ძმა, რომელიც ფაქტიურად ყველაფრის უფლება მქონდა მიცემული საქართველოში, რომ დაიჭირეს ფაქტზე და წაატყნეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დებილად გაასაღა, იმიტომ რომ სიტუაციიდან გამოსულიყო როჟა, რომელსაც ჰქონდა უშიშროების საბუთი მიცემული, რომლითაც აბსოლუტურ ყველა დარღვევას გადიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე. აი მაგალითად გზაზე რომ დაერღვია თქვა საავტომობილო მოძრაობა, ამოიღებდა ამ უშიშროების ბარას, ანახებდა პოლიციის თანამშრომლებს და იძულებული იყო რომ გაეშვა ოპერატიული საფუძვლის საბუთის საფუძველზე. დებილი, მოგვიანებით რომელს გაასაღა ფსიქოლოგიურ ავადმყოფად. და ის კიდე პატრული ინსპექტორს ეუბნებოდა შენი დედა მოვთყან შენი იცი მე ვინა ვარ და ვინ არის ლევანი ზორია. აი ეს ლევანი ზორია დღეს გეუბნებათ რომ ყველაფერი კარგად არის. მე ადამიანი რომელიც წლებია ჯერ მსახურობდი თავდაცვის სამინისტროში და შემდეგ ამ უწყებას როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორიდან ვაკონტროლებდი როგორც ადამიანის უფლებებს, ისე იქ მიმდინარე კორუფციას და ასე შემდეგ. თუ ჩემი გჯერათ ბატონებო, ერთადერთ სახლს კი არა, ერთ-ერთ სახლს, ლევანი ზორიას ერთ-ერთ სახლს, რომელიც მან ააშენა ჯარისკაცების ოფლის ხარჯზე, ის რომ ბატინკას არ ყიდულობდა, ის რომ საკვებს არ აწოდებდა სწორად, იქედან მოპარული ფულით, რაც ააშენა ლევანი ზორიამ, უბრალო სახლის ჭანჭიკი $200-დან $500-ზე მერყეობდა, რომელიც ჰქონდა ნაყიდი. მე იმ სახლზე არ ვლაპარაკობ თავის მეორე ცოლს რო აჩუქა. ესეთი ძალიან ბევრი აქვს. და მაშინ, როდესაც შეიარაღებულ ძალებში ყაზარმები იყო დამპალ მდგომარეობაში, მაშინ, როდესაც ოფიცრებს სახლები არ ჰქონდათ საცხოვრებელი და ქვეყნის გადახდილი ხელფასი ოფიცერზე იმაში მიდიოდა ნაცვლად იმისა, რომ ერჩინა ცხოვრებაში რაღაცას მოწეოდა კაცი, ქირაში მიდიოდა თბილისთან ახლოს რაღაცა სოროში რო ეცხოვა თავის წოლჩვილით. ის ხელფასი და ის გასამრჯელო, რომელზედაც სიცოცხლეს დებდა და იზორია ამ დროს თავის 7 ოთახიან სახლს ვაკეში აკირავებდა ირანის ელჩზე. და ესეთი კაცი გამოდის დღეს გერმანიაში გაპარული, ეს ბოზიშვილი. და იქედან გვიმტკიცებს თუ რა ბედნიერი იქნება ჩვენი ცხოვრება და ჩვენი მომავალი, როდესაც ჩვენ საქართველოსდან წავალთ და გერმანიაში დავსახლდებით იმ სამსახურში, სადაც გერმანიას მუშახელის დეფიციტია. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა შეურაცხყოფაზე არის ლაპარაკი ხალხო. კაცი ბრჭყალებში ამას თუ კაცი ქვია, ამ ის რო არის, რა ქვია, მულტფილმის გმირი რო არის. ვინიონები თუ მინიონები. ამ მინიონს თუ ვინიონს რომელმაც მთელი სოფელი სამეგრელოს ერთი სოფელი მოხსნა, წამოიყვანა ეს სანდო მეგრელების ჯგუფი და დაასაქმა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, იმიტომ რომ უბრალოდ ესეთი ხალხი გჭირდებოდა და ნაცვლად მაგისა მთელი შეიარაღებული ძალები და მაკონტროლებელი უწყება და ინსპექტირების სამსახური სახში გაყარა. და წარმოგიდგენიათ თქვენ ვინ უნდა იყოს თავდაცვის სამინისტროს მაინსპექტირებელ სამსახურებში. თქვენ იცით ეს როგორი სამსახურია, ეს არის სამსახური, სადაც უნდა ერკვეოდეს იქ მყოფი პერსონა თითოეულ დეტალიზაციაში არმიის სახეობების და გვარეობების მიხედვით. აი მაგალითად ავიაცია ყავს, ხო? შეიარაღებულ ძალებს ესეთი არ აყავს, დაშალეს და გადააგდეს, მაგრამ და მათ შორის იზორიას მიუძღვის სამხედრო ავიაციის განადგურებაში ძალიან დიდი წვლილი, ამაზე არ გავჩერდები. უნდა იჯდეს ინსპექტირების სამსახურში ისეთი პიროვნება, რომელსაც ესმის ავიაცია. აი სატანკო მიმართულებაა ჯავშან სატანკო, ხო, უნდა იჯდეს ისეთი პიროვნება, რომელიც ერკვევა ჯავშან სატანკო მიმართულებით და უნდა იყოს ამაში ჩახედული. არის ავტომექანიზირებული ქვედანაყოფი, ხო, ამ ბატალიონი ან უფრო დიდი შენაერთი, ხო, უნდა იყოს ინსპექტორების სამსახურში ისეთი პროფესიონალი, რომელიც ამ კუთხით ერკვევა. და ასე. ამან მოიყვანა იქ მისი მეგრელები, დედამოწყნულები ისინი. ვიღაცა ბაძაღუები, შმაძაღუები, ყლაძაღუები და დანიშნა იქ. და რითი იყვნენ, იცით, დაკავებული არჩევნების დროს
ბიზინა ივანიშვილისთვის ჯარიდან ხმები რომ მოეთუშათ რა. და ავღანეთშიც ანალოგიური იქ ავღანეთში სხვა სახის კასტა ყავდა კიდე შექმნილი. და არ დაგიდებდნენ არავის და არაფერს. და რამდენი კაცი გაუმწარებიათ. და ყველაზე სამწუხარო რა არის, ისი იწვევდნენ სეპარატიზმს ქვეყანაში. თვითონ თავდაცვის სამინისტროში ქართულად ლაპარაკი არ მიდიოდა, აი როგორც ახალაიების დროს მიდიოდა იქ. ყველაფერი ისე მიდიოდა ამათ დროს. და ეს დედა მოტყნული ქართულადაც ვერ ლაპარაკობს წესიერად. და დოქტორი ლევან იზორია და ეს ლევან იზორია და ეს ლევან იზორია და ლევან იზორია ასეთი და ლევან იზორიამ შექმნა მიხეილ სააკაშვილის საპატრულო პოლიციის სისტემა და ივანიშვილის გამზდელი დედა რომ მოვტყან მართლა ეს ის ტიპი არ არის ადეიშვილის გათბობაც რომ უნდა და ქართული ოცნების სისტემაში და იმას არ ამბობდა რომ მარტო სააკაშვილი იყო ცუდ დააჩენი არა ეკნად ეხლა ადეიშვილებს კუბლაშვილებს აი ესეთი ნაწარმია იზორია რომელიც ჩვეულებრივ ჩადგა ბიძინა ივანიშვილის მანკიერ სამსახურში ეს არის ლევან იზორია ეს არის ნაძირალა რომელმაც ვინ არ გამომიგზავნა ჯერ რამდენს ვეომებოდი ამ ნაბიჯვარს არ დამიტოვებია არც ერთი ინსტანცია თუ არ სად არ უწყობდი მიტინგებს წამოწეული არ ქონდა საძინებლიდან თავი მიკროფონით რო უვარდებოდი სახში ამ დედა მოთხნს ამას ნუ კრიმინალის გულისთვის რაღაც ჩადიოდა ხო აი ყველა მიტა გავაგებიო რა ჩვენ მოვედით სამშობლოს მოღალატის ლევან იზორიას გაქირავებულ სახთან თუ შეიძლება დავიწყოთ და წავიდეთ აქ ცხოვრობს ბატონი ლევან იზორია ადამიანმა რომელმაც ფეხში შველი დატოვა ჩვენი ჯარისკაცები რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს შეიარაღებულ ძალებს და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ირანის ელჩზეა გაქირავებული აკაურობა საკუთარი ცოლი დაასაქმა ნავთობის და გაზის კომპანიაში ეს კიდე ცალკე ხვრელი არის შექმნილი და რო გავიგე ეს ყველაფერი და დავიწყე ამ ყველაფერზე რეაგირების მიცემა და საჯარო სივრცის ინფორმირება შავლეგო ტაბატაძე გამომიგზავნა გენერალი ასე შეუძლია მისი ცოლის ფუჩურის გულისთვის გენერლები გააგზავნოს და გამოაგზავნოს მე ტაბატაძესთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს არანაირი მაგრამ უთხრეს და რაკნა მოვიდა და იზორია კადრულობდა ყველაფერს ოღონ მისი ცოლის მუტელში არ შეთხრილიყო სამოქალაქო ყლე აი ეგ არის რეალობა რომ მისი ცოლი დარჩენილიყო იქ საქართველოს ნავთობისა და გაზის კომპანიაში დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ პირად უსაფრთხოების სამსახურს კურირებდა იზორიას მუტელი ცოლი ეს მეორე რო იქ ყოფილიყო და აეღო და მოეწველა ბიუჯეტი მზად იყო ამის გულის ნავთობის და გაზის კორპორაციიდან გირეკავთ ერთი წუთით გადაგთავთ თქვენ წერილთან დაკავშირებით დამელოდეთ ერთხელ ალო დიახ გისმენთ ბატონ დავით გამარჯობათ მე მაინტერესებს მხოლოდ პასუხი ლანა მანჯვალაძესთან დაკავშირებით დიახ ბატონ დავით ანუ ამის გამო არ გითხარით უბრალოდ ნახეთ რა ხდება ანუ ჩვენ მაქსიმუმ რა წერილსაც ანუ ასეთ წერილებს თუ ვთქვათ პასუხს წერთ ხოლმე პასუხი შემოიფარგლება იმით რომ ჩვენ ასე ვთქვათ არ გვაქვს არანაირი ვალდებულება რომ პასუხი გავცეთ ასეთ ანუ ასეთი ინფორმაცია გავცეთ ხოლმე სხვადასხვა ორგანიზაციებზე ჩვენ ვალდებულება გვაქვს მხოლოდ ასე ვთქვათ სამინისტროებთან და სახელმწიფო უწყებებთან რომ გავცეთ პასუხი წერილებზე მაგრამ თქვენ გესმით რაშია საქმე კი როგორ არ მე მგონი არ გესმის კარგად მესმის ძალიან კარგად მესმის ბატონ დავით ეხლა რა ხდება რომ აგიხსნათ ანუ პირველ რიგში ის რომ ჩვენ ასე ვთქვათ წარმოვადგენთ კერძო სამართლის იურიდიულ პირს რომ ჩვენი აქციების 100% მესაკუთრება სახელმწიფო ფონდი საქართველოს სახელმწიფო საპარტნიორო ფონდი ბატონ რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი საგანელიძე ხოსია დიახ რომელიც არის ბატონი ლევან იზორიას მეგობარი რომელმაც ნეპოტიზმით, პროტექციით მოიყვანა მისი მეუღლე, სადაც ჩადებულია სახელმწიფოს ქონება 100%-ით და ეს ანგრევს სახელმწიფოს და მის სიძლიერეს. ამას ჩვენ ვიძიებთ. ჩემი მხრიდან თუ შეიძლება. და თუ შეიძლება მე მომწერეთ. იმიტომ რომ მე არ ვიცი ვინ მეგობარია და ბატონი საგანელი თქვენი სახელი და გვარი დამიფიქრეთ, ბოდიშვილი რა, მე ამას სულ საგანელად გეუბნებით, არანაირი სურვილი არ მაქვს, თქვენ წინააღმდეგ რამე საჯარო პროტესტი დავგზა. მაგრამ მაინტერესებს თქვენი სახელი და გვარი ვის ესაუბრებთ? კი ბატონო, ინგა ხუციშვილი გახლავართ. იურისტი ხო? არა. კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსი. კი ბატონო.
და შემდეგ გისმენთ ქალბატონო ინდა. და რაც შეეხება ლანა მანჯგალაძეს, ანუ გეთანხმებით აღნიშნული პიროვნება არის დასაქმებული ნამდვილად ჩვენთან ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში, მაგრამ ძალიან ასე თქვა დამწყებ პოზიციაზე და არადამყარ პოზიციაზე და ამ პოზიციაზე, რა პოზიციაზე არის ლანა მანჯგალაძე დასაქმებული, მისი კვალიფიკაცია შეესაბამება ნამდვილად თანამდებობას. კი, იმიტომ რომ ნამდვილად ახლა სპეციალისტის თანამდებობა ჩვენთან არის დამწყები და შესაბამისად მისი უფლება-მოვალეობები არ შემოისაზღვრება. არა, ანუ არ გვაქვს რაღაცა ისეთი განსაკუთრებული მოთხოვნები, რომელსაც ვერ დააყრდნობდა ეს. აი ახლა გზავნით თქვენთან ვეტერანთა ჯგუფს, რომლებსაც აქვს ძალიან მაღალი გამოცდილება, მაღალი პროფესიონალიზმი, დამსახურება, მედლები, ნაომრები არიან და თუ თქვენი კომპანიიდან ზუსტად ისეთ ფორმატში არ იქნება მიდგომა მათ მიმართ, რომლებიც გამოყარა იზორიამ, ანუ ლანა მანჯგალაძის მეუღლემ თავდაცვის სამინისტროდან ეს მიზნები, შემდეგ ასე გადაეცით თქვენს ხელმძღვანელ ბახტაძეს, რომ სრულ დემოკრატიულ გრძნობებს იგენებს საკუთარ თავზე და საკუთარ პერსონას. და შემდეგ ძალიან მართლა და მე ძალიან გწყობთ და მე ვარ ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი მიუხედავად იმისა, თადარიგში ვდგევარ და ვარ ოფიცერი და სრული ინფორმაცია გადის ჩემს ხელში და მე არ მინდა შეგაწუხოთ ვინ არის მისი მეუღლე, ვინ არის თვითონ რა ხდება მაგ და ასე შემდეგ. მე თქვენ გიყურებთ როგორც ტექნიკურ პერსონალს და არაფერი მეტი. და ეს ფორმატი აუცილებლად მოხდება, ჩვენ გვაინტერესებს ოფიციალური წერილი გაზისა და ნავთობის კომპანიის და აუცილებლად რეკომენდატორი პირი, იმიტომ რომ სახეზე არის პროტექციისა და ნეპოტიზმის აშკარა მაგალითი, ის რაც თქვენ თქვით, რომ მისი გამოცდილება შეესაბამება ამას, იმას, ეს ჩემთვის არანაირად არ არის მისაღები, იმიტომ რომ ამ ქალბატონის სახელზე უამრავი ქონება ირიცხება, რასაც მისი გამოცდილებით და მისი ხელფასით ის ვერ შეიცენდა. პირდაპირ გეტყვით, ეს არ არის რიგით რაღაცა შემთხვევითი მოვლენა, ეს არის ტიპიური მაგალითი, ჩვენ ამას ვწავლობთ როგორც სახელმწიფო გადაგვარების, მიკერძოების, მითვისების, ბიუჯეტის დაცვის და სახელმწიფოსთვის ძირგამომთხელ შემთხვევას. ნებისმიერი პირი, ვინც ჩვენ ამ საქმიანობაში დაგვიმალავს საჯარო ინფორმაციას, პასუხს არ გასცემს საჯარო ინფორმაციაზე, თავს აარიდებს ამ საგამოძიებო სამოქალაქო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე, რა თქმა უნდა, კანონისა და ვალდებულებების შესაბამისად, ავტოდაფაზე გამოქვეყნება მისი სახელი, გვარი და აუცილებლად დაიწყება სისხლის სამართლის ძიება, როდესაც ამ ქვეყანაში და ძალიან მალე დადგება სახალხო მმართველობა და ძალაუფლება გადაეცემა საზოგადოებას. ამის თქმა მინდა მე მხოლოდ დარჩენი ველოდები მე ოფიციალურ პასუხს. მადლობა. კარგით, ბატონ დავით. წერილი გამოგზავნი. წერილს კი ბატონო, გამოგიგზავნის პრობლემა არ არის, უბრალოდ კი აი რა შინაარსის საუბარიც ქონდა, ალბათ ასე წერილს გამოგიგზავნით. არ ვიცი, მე ხა რა შინაარსის საუბარს გამომიგზავნით, მე მაინტერესებს მისი რეკომენდატორი, მომწყობი პირი, მისი დასაქმების ვადები და თავისთავად ვინ მიიღო სამსახურში, ვინ გაესაუბრა, რა გამოცდილებით მიიღო და ასე შემდეგ, აბა ეს ასე ყوار ხდება. კი ძალიან მესმის, ანუ ძალიან კარგად მესმის ყველაფერი თქვენ. არა, თქვენ რომ კარგად გესმოდეთ ახლა ყველაფერი, თქვენ ახლა შეხვდებოდით თქვენ ხელმძღვანელს და ეტყოდით, რომ მესამე სექტორი გამოხატავს ძალიან მძიმე პოზიციებს ამასთან დაკავშირებით და ან შეხვდით, ან ესაუბრეთ, ან მიეცით ამომწურავი პასუხი, მაგრამ თქვენ როგორც გნებავთ ახლა რომ ეს ყველაფერი ჩაატიროთ რაღაცა ბიუროკრატიულ ჩარჩოებში და მოგვაწოდოთ, გამერწუნეთ რომ ასე არ დავამთავროთ. კი, ანუ ასე ხდება ხოლმე, მაშინ მე ალბათ უნდა გითხრათ, რომ უნდა მიმართოთ სამინისტროს და ანუ სამინისტრო უნდა გამოითხოვოს ჩვენგან ეს ინფორმაცია, იცით რა არის, ანუ მე ძალიან კარგად მესმის, მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე და ანუ მინდა გითხრათ, გარკვეულწილად გულის ტკივილს ვიზია, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ამ ქვეყანაში მოღვაწე და შესაბამისად ბევრ რაღაცაზე გული გვტკივა. უბრალოდ აი წერილს რაც შეეხება, ალბათ ესეც ვთქვათ მოკლე პასუხს გასცემ. ხო, არა, როგორიც იქნება პრივეტი, ისეთ იქნება მაპატიეთ და ატვეტი ამ ჟარგონისთვის, იმიტომ რომ თქვენ მოგიწევთ უკვე იზორიას მიერ გაყრილი სამხედროებთან საუბარი, რომლებსაც ყავთ ოჯახის შვილები და რომლებსაც ყავთ მრავალი შვილი მათ შორის და თქვენ მოგიწევთ მათ დამსახურებებთან საუბარი. როგორი იქნება ეს უკვე მე არ ვიცი. ჩვენი კორპორაცია რა შუაში ახლა ამასთან თქვენი რა აბა როგორ არ არის დასაქმებული ყავს თავდაცვის მინისტრის ცოლი ნეპოტიზმით და ანგრევიებს სახელმწიფო ბიუჯეტს და კორუფციის ფაქტია ტიპიური ეს არის დარჩვა სახელმწიფო ბიუჯეტის ნეპოტიზმის და პროტექციის გავლით და ახლა თუ თქვენ არ გინდათ აღიარებით არის ხო ეგ ახლა საქართველოს სახელმწიფო მორალი და პასუხისმგებლობა ცოტა სხვანაირად არის ამ საკითხთან მიდგომაში რა.
ხო, ნუ მესმის რაზეც საუბრობთ, უბრალოდ ახლა ამ გოგონას არ აქვს ის პოზიცია, რომ რაიმე ბერში ესრულოს მის მიერ მიღებული დავალება. არ ვიცი, ეს არის თქვენი შეხედულება, თქვენი შეხედულება, თქვენც ისევე მიიღეთ ეს კალბატონი მხოლოდ იმიტომ, რომ იყო ლევანი ზორიას მეუღლე, ამაში უყურებთ ჩვენ საფრთხეს და ნებისმიერი თქვენი შეფასება დანარჩენი ჩვენთვის არის მოკლებული ყველანაირ საფუძვეს. უკვე ჩვენ გვაქვს მიზეზი იმისი, რომ საზოგადოებას წარუდგინოთ თქვენს მცხებაში მიმდინარე პროცესები. ძალიან გთხოვთ მოამზადეთ წერილი და გამოუშვით ოფიციალურად. დანარჩენს ჩვენ გადავწყვეტ რა უნდა გავაკეთოთ. პასუხს აგებს თქვენი ხელმძღვანელი პირი ამაზე პირდაპირ თანამდებობრივად. და თუ არ აგებს, აი მე გეუბნებით თქვენ, რომ სამოქალაქო პროტესტით ამაზე ძალიან სერიოზული დავაწყოთ. სამოქალაქო სექტორში და მათ შორის თქვენი პრესამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც მიზანმიმართულად არიდებს საზოგადოებას თავს და არ აძლევს საზოგადოებას იმ ინფორმაციას, თუ რა ხდება მის უწყებაში, რომ დასაქმებულია თავდაცვის მინისტრის მეუღლე. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა დემოკრატიისთვის და დემოკრატიული წყობისთვის. მადლობთ ქალბატონო, მე თქვენთან მეტი საუბარი არ მსურს, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ხო, ვისაც ჩემი სიტყვები არ სიამოვნებს, ხო? და ის სიამოვნებს, რასაც იზორია აკეთებდა, რასაც მისი ცოლი აკეთებდა, რასაც იზორიას ვიღაცა ბიძაშვილი ბაძაღუა აკეთებდა, რასაც ეს ტრაძაღუა აკეთებდა, რასაც ეს დედამოწყნულები აკეთებდნენ, ყველა აი მართლა მოგიტყანთ დედის სამუტელი ყველას რა მარტო იმიტომ რომ იზორიას ჩოულებრივ ფრთახართ გამправებლები და ამ დროს მთელი საქართველო ემიგრაციაში გაიზიდა და ეს დედამოწყნული კიდე წასული იმაში გერმანიის საელჩოში იქ აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ და ანტისაზოგადოებრივ მოქმედებებს და ხალხს გვეუბნება რომ გერმანიაში წაგვიყვანს გერმანიის ასაშენებლად და მუშახელის დეფიციტია იქ და ეს უნდა გვიხაროდეს ჩვენ თქვენ ეს თუ ვინმე ამას ნებისმიერი ფორმატით გაუправებთ იზორიას და იტყვით რომ აი კი მაგრამ ესეთი ლოგიკა მიუღებელია ხო აი მაინც თქვენი დედა მოვთხან ყველასი იმიტომ რომ ნარატივჩიკები ხართ ქართული ოცნების თქვენ ეხლა ყველა უნდა იდგეთ ფეხზე და უნდა ყვიროდეთ განგაშის ზარებს უნდა სცემდეთ და ამან ნაცვლად იმისა რომ იმ გერმანიის საელჩოში იქ გადამალულიყო და გაჩერებულიყო იქედან დაიწყო სხვადასხვა კორუფციის კეთება და ნეპოტიზმის კეთება გომელაურის ბოზანდარა შვილი წაათრია აქედან საქართველოსდან და გერმანიაში საქართველოს საელჩოში დაასაკმა და იმ ნაბოზვარ გოგოს რომელსაც აი ღარმერიდება და პირდაპირ ვიღაცა შალოიანის ფალოსი გამოუღეს პირიდან წაათრიეს და დაასაკმეს გერმანიის საელჩოში ვითომ რაღაცას წარმოადგენდეს იქ და უკვე 9 მილიონი ევრო აქვს შეჭმული მის მივლინებებში მის იქ ცხოვრებაში და მის ეგრეთ წოდებულ გერმანულ შოპინგებში და ამ ნაბოზვარმა ვიღაცა 1000 ყლეს გადამხტარმა გომელაურის შვილმა რომელსაც ცხასაყვარელი და ცხაპატრონი ყავს და ვიღაცა მერე იქ სიძეთ გამოუნახეს ქართველი ერის ფული უნდა ხარჯოს ბერლინში რაღაცა შოპინგებში და ამ დროს გაეროს მონაცემებით 300 ბავშვი წლიურად შიმშილით კვდება საქართველოში და ეს ნორმალურია? გეკითხებით თქვენ და ვიღაცას გაშფოთებთ ის ჩემი ლოგიკა და ჩემი ისა რა ქვია სიმძაფრე სიტყვების და ესეთი სიბინძურია ეს თქვენ ამას და ის სიბინძური არ არის იქ ტრავერზე რაც ხდება ეს ნორმალური ფაქტია? ეს ნორმალურია? მორბიან ქართველები მორბიან და ამაზე კიდე აუცილებლად გავაკეთებ ცალკე ბლოგს როგორ ხდება მას ამათ გადამკიდე როგორ ხდება უცხოეთის ქვეყნები უამრავი სამკურნალოდ მოდის ეუბნებიან რომ საქართველოში მკურნალობაა უამრავი გადასარჩენად მოდის არა თქვენ არა ხართ საფრთხის შემცველი ქვეყანა და ამ დროს ესენი ლატენტური ცეცხლით მთელ ერს ანადგურებენ და უხდება ქართველს წვალება ჯოჯოხეთის გავლა და 1000 იმის დოკუმენტის დადება რომ დაამტკიცოს ის თუ რა თქმა უნდა სიმართლე გააჩნია და ის ადამიანები უმრავლესობა რომლებიც აქ მოდიან გამოქცეულები ამათ მანკიერ პოლიტიკას საკუთარ სამშობლოში უფლება წართმეულები ვერ გროვდებოდნენ ერთმანეთის სიტყვის დასაცავად და აქ უცხოეთში უხდებათ მონური შრომა მონური წვალება და ღირსების საბოლოო ჩაძაღლება საკუთარი ხელით რომ ხვალინდელი დღე გაითენონ რომ ხელგაწვდილებმა მათხოვრად ჭამონ. აი ეს არის რეალობა, როდესაც განცხრომაში ცხოვრობს ლევანი ზორია და მისი ბოზანდარა ცოლი. ეს არის კაცი, რომელმაც ყველაფერზე ხელი მოაწერა, ყველაფერი იკადრა. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, პირველ წელს რო გაშორდა და გაშორდა ისე რომ
მიდან ლიფტის კამერიდან ამოიღო ჩანაწერები, მაღალი თანამდებობის პირი იყო იქ და ამოიღო როგორ აძლევდა მისი ცოლი სხვას ლიფტში და დაუდო მის ცოლს და უთხრა რომ წადი ბიძია და ქონებაზე არ გამომიხატო პრეტენზია თუ რა მაშინ ამ პროცესს მოგიგებო და აი ესე გაშორდა პირველ ცოლს და ესეთი კაცი რომელიც პირველი ცოლის ახალგაზრდა ცოლის შედარებით კაპრიზებში უშვებს სახელმწიფო ქონებას ეს ბოზიშვილი ამის დედა მოვთყან ამისი რამეში გამოადგება ქვეყანას ჯერ ეს გვაკლდა რომ საქართველოს ძარცვავდა და ნავთობ კომპანიას ძარცვავდა ის ბოზიშვილი ის მისი ცოლი მეორე ცოლი და ეხლა იქ გვაკლია მაგისმა ეგრეთ წოდებულმა კაპრიზებმა მთელი ბერლინი იყიდოს რა არ დაუკვლიათ არაფერი არ იკლებენ აი როგორ სიმდიდრეში ცხოვრობენ იცი თვითონ გერმანიაში კარენოი ბერლინელი და თანამდებობის პირი რომელიც წლებია უკვე ქონებას აგროვებს და სტაციონარულად მიუყვება თავისი ცხოვრების როგორც კარიერული განვითარების ისე ცხოვრების აღმშენებლობის გეგმას ის თავის იმხელა ფუფუნებას ვერ მიცემს ეს ღარიბი ქვეყნის ელჩადმჯდომი ნაბოძვარი იზორია და მისი ცოლი რო აძლევენ ეგ გერმანიაში და ეს იცის ბევრმა თუ ყველამ არა მაგრამ ხმას ვერ იღებენ ამაზე ხმას იღებენ მარტო მაშინ როდესაც ესე გადავარდებიან ხოლმე დიდ უბსკულში და არიან ესეთ უბსკულში ზოგს სოკოს საკრეფად რო წაიყვანენ ზოგს მარწყვის საკრეფად რო წაიყვანენ და ასე შემდეგ საქართველოს საელჩოებში ხდება ძალიან ცუდი ამბები ბატონებო და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ხელმძღვანელობენ ეს ნაძირლები და ვიღაცა გამოდგება და დისკრედიტაცია არის აქ ჩვენი საელჩოების და ინსტრუმენტალიზაციას ეწევა ეს ადამიანი ბევრი თანამოქალაქის ვისი ინსტრუმენტალიზაციას ვეწევი თქვენი დედაშევეცი ნახევარი საქართველოს მონებად გაიხადეთ მაგ დღეს რო ჩამორბის ისა რა ქვია საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში და იქ ცდილობს თავისი კუდის ყავარზე დადებას მაშინ რატო არ ჩავიდა იქ იზორიას ხელში გადაგდებული ხალხი შველას რო ითხოვდა ნახევრად აყროლებული იმის რეზინის ბუტკებიდან საოცნებოდ წამოყვანილი გერმანიაში სამუშაოდ და ეს მარტო გერმანიას არ ეხება რა თქმა უნდა უამრავი ქვეყანა მაგრამ გერმანიას განსაკუთრებით რატომ არის ლევან იზორია კომფორტში გერმანიის რესპუბლიკაში ფედერაციულ რესპუბლიკაში იცით იმიტომ არის რომ როდესაც თავდაცვის მინისტრად ბრძანდებოდა ეს ნაბიჯვარი ნაბოძვარი გერმანიის კონტინგენტს რის დაქვემდებარებაშიც იყო საქართველოს შეერაღებული ძალები იყო გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ცხელწერტილებში პატრულირება იქნება ეს ოპერაციის თუ სხვადასხვა ღონისძიებების შესრულება იქნებოდა გერმანიის მოქალაქეებს არ გზავნიდნენ იქ მიდიოდნენ ქართველები წმენდა იქნებოდა თუ ასე შემდეგ მსხვერპლი ვისყავდა იცი გერმანიის მოქალაქეებს შორის კი არ იყო მსხვერპლი იყო ავღანეთში ზუსტად იმ კონტინგენტში სადაც მათმაგიერ ამოცანას ასრულებდნენ ქართველები როდესაც ნატოს წევრ ქვეყანა საბერძნეთს სულ რაღაცა 4 და 5 კაცი ყავდა სამედიცინო ეკიპაჟი გაგზავნილი და მეტი არავინ და ამ დროს ჩვენ ჯერ ხო ვიყავით იქ რაღაცა უამრავი უზარმაზარი კონტინგენტით და შემდეგ კიდე აი ასე ამათმაგივრად რა თქმა უნდა ვეტენებოდით ჩვენ ყველგან და იზორია ამაში ღებულობდა პირად ქულებს რატო არ დაამუშავებს ნებისმიერი ქვეყანა ესეთ მშვენიერ სახურცე მასალას და რატო არ გადაარჩენს მის მოქალაქეებს და თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა რამხელა პასუხისმგებლობა აქვს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს იმ ჯარისკაცების მიმართ იმ კონტინგენტის მიმართ ვინც დაიჭრება ან ვინც დაიღუპება საერთოდ და რამხელა პასუხისმგებლობებს იყიდებს ამაზე ფედერაციული გერმანია ნებისმიერი ესეთი ბენეფიციალის მიმართ რატო აგერ ვართ ქართველები ამის დედას არ შევეცი აგერ იზორია არ არის დავაი მიდი აი ამიტომ გრძნობს ლევან იზორია იქ კარგად თავს და ყველაფერი ამის მერე ჩემოკარგებო მისი ლეგიტიმაცია არის გამყარებული როდესაც ქართველი ერი მონობაში მყოფი ხმას ვერ იღებს და ბევრჯერ სიყვარულ დამტკიცებული ნაბოძვარი ეს იმაშვება რა ქვია გვითხრის ფესვს იქედან და ღალატობს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს ეს საქმე არის სისხლის სამართლის საქმე ხარ აცვა და ეს საქმე არის გამოსაძიებელი და ეს საქმე აუცილებლად მოვა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ლევან იზორიას წინააღმდეგ ეს გარდაუვალი მომენტი ეს დროის საკითხია და თუ უნდა ტვიძია გერმანელებს აგერ ვეუბნებ თუ გინდა მაგათ ენაზე ვეტყვი გერმანულათაც არა მაქვს პრობლემა წაიყვანონ ეს ლევან იზორია და საქმონ
გინდა თავდაცვის სამინისტროში, ბუნდესვერში, გინდა დაასაქმონ ეკონომიკის სამინისტროში, გინდა პოლიციაში დაასაქმონ და მისცენ იმ ხელაფუფუნება, რომ აიშენოს ბერლინის ცენტრში იმ ხელასახლი, რაც თბილისში აიშენა, იყიდოს იმდენი სახლები, რაც თბილისში იყიდა და კიდე სხვაგან და მიწები რო აქვს კიდე ნაყიდი უამრავი და მისი მეორე ბოზანდარაცოლის სახელზე რო აქვს გადაფორმებული და მისცენ ამ ხელა კორუფციის უფლება და გაუტარონ ეს ყველაფერი საკუთარი ერთი სოფლის იქ მეგრული სოფლის დასაქმება და ასაქმებიონ ბუნდესვერში სადმე და ბუნდესვერი რომელმაც სპეციალური ისიც კი შეიმუშავა, როდესაც ფედერაციული გერმანია და ეს გაერთიანდა სპეციალური სამმართველო შეიმუშავა, მეხუთე სამმართველო, რომელიც ამ ადამიანებზე მუშაობდა ლევან იზორიას და ლევან იზორიასნაირ ასეთ ელემენტებს აღიქვამს თავისი სახელმწიფოს იმაში, რა ქვია, კაცო, საძირკველში რა სოდეს, მაგრამ როდესაც სხვისი ქვეყანა და სხვისი ქვეყნის წარმომადგენელი მონა ასე ემსახურება, მას ხო რატომაც არა, ესეთ იმათ იყოს და ისე არა, ისე არ ჭირდება, გამიგე? აი ეგეთი მომენტია შემოკარგებო. ეხლა მე მინდა დავასრულო ამ ყველაფერზე ლაბარაკი და ლევან იზორიას პირად ქონებაზე, კორუფციაზე და ასე შემდეგ მე კიდე გავაგრძელებ ამ ყველაფერზე ლაბარაკს. აუცილებლად გავაგრძელებ და ვიღაცამ აი ეს ნაბოზვარი, გაპარული, დამალული კორუმპატორი იქ როგორც გამერია აქ არ შემოგტენოს რა. 1000 ერთხელ რომ გამოანათებს მინიონივით თუ ვინიონივით ეს დედა მოწყნული რა და გულახდილად გეტყვით აგერ შევეცი მაგის სულ ყველაფერს მაგის ნათესავებს მაგის უახლოეს მეგობრებს მაგის კორუმპირებულ ცოლს კიდე რა აგერ და იმ ქონებას რომელიც გატანილი აქვს საქართველოს მოსახლეობის ბიუჯეტიდან ის დასაბრუნებელი ქონება აუცილებლად რა და დაბრუნდება კიდევაც ეს აღიწერება ყველაფერი დაითვლება ისე არ მოხდება როგორც თქვენ გონიათ რომ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ შეირგებთ თუ ვინმეს კიდე გული შეგტკივათ ლევან იზორიაზე მოგიტყანთ დედისტრაკი აგერ გეუბნებით გულახდილად კარგად იყავით